შიგნით შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალი თანამდებობის პირები ელჩებს აგინებდნენ. ასე მოიხსენიებენ? აუდიო ჩანაწერები მაქვს ამისი, როგორ აგინებდნენ და ქართულ ოცნებას ამის მიმართ აქვს პანიკური შიში. რა კონკრეტული შედეგი შეიძლება მოყვეს ამ დასკვნას? მოსკოვის მექანიზმის ეს დასკვნა გზას გვიხსნის ძალიან ბევრი მიმართულებით, ამ მტკიცებულებათა ერთობლიობებით ყველა პირის, აბსოლუტურად ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ხო, ეხლა წარმოიდგინე, რომ თქვათ ხარ ისევ სისტემაში და აი ესეთი დასკვნა დაიდო. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიცია და ძალოვანი სტრუქტურები ასოცირდება ადამიანების წამებასთან. ბათუმში ერთ-ერთი პოლიციელი ყაჩაღობის გამო დააკავეს. ეს რო გაიხსნება და ამაში რო ჩავიხედებით, შეიძლება იმაზე მეტი კატასტროფა დაგვდეს, ვიდრე ვარაუდობ. პოლიციელები გადადიან ქუჩურ გარჩევებზე, კრიმინალურ გარჩევებზე. მე არ ვიქნები დაცული ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიციელებს ეს მენტალობა აქვს. ხო, ანუ რა პერიოდიდან შემოდის ეს ქურდული მენტალიტეტი? სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თავარი სამმართველოს უფროსი მეუბნება ქურდულად განაბურათვა. ანუ რავი ფორმაც გაცვია, ქურდიც ხარ. გონია რომ ყველა პოლიციას, ყველა წესიერ პოლიციელს აწუხებს. სამ სადღეგრძელოს სწავდნენ ქურდებისა სხვადასხვა კონფიგურაციით. რა, ასე ვთქვათ, ვალი აქვს ივანიშვილს ამ აიათოლების? და რო ჩავიხედე, ეს კატასტროფა არის. ესენი არის ორგანიზაციები, რომლის გავლითაც ხდება ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება. ინფილტრაცია არის მომხდარი უცხოური სპეცსამსახურების მხრიდან. აქ ჩამოდიან და იხვეწებიან, ოღონდ არ დაგვასანქციროთ, ოღონდ არ გაბწიროთ. შენს პლატფორმაზე გვექნება გადაცემების ციკლი, რომელსაც დავარქვით ფორმის მიღმა. თუ ისე გამოვიდა როგორც გეგმავთ, მართლა წარმოუდგენლად საინტერესო იქნება. მოგესალმებით, თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინე, მე ეკა კვესიტაძე ვარ და ეს არის ჩვენი პოდკასტი საერთაშორისო აქცენტები. დღეს ყავს ირაკლი შაიშმელაშვილი სტუმრად და მასთან ერთად ვილაპარაკებთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის ირანის საშიშ გავლენებზე საქართველოში. ბოლოს მე და ირაკლი დაგიანონსებთ ერთ ძალიან მაგარ ამბავს, მაგრამ ეს ყველაფერი ბოლოს და მანამდე უნდა ვილაპარაკოთ აუცილებლად ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნის შესახებ, რომელიც გახდა და გახდება ნამდვილი განაჩენი ქართული ოცნებისთვის. იმიტომ რომ ქართული ოცნება უკვე დღეიდან არის ბრალდებული საერთაშორისო დონეზე, ხოლო ქართველ ხალხს აქვს კონკრეტული ძალიან ძლიერი, მე ვიტყოდი, ყველაზე ძლიერი მექანიზმები იმისათვის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, ანუ ივანიშვილის რეჟიმი მიეცეს საერთაშორისო პასუხისგებაში. და ასევე უნდა ვთქვათ, რომ მას შემდეგ, რაც ეს დასკვნა გამოქვეყნდა, რომელიც არის აი წარმოუდგენლად კრიტიკული, ასეთი განაჩენი ქართული ოცნებისთვის არასდროს არავის არ გამოუტანია და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოსთვის ასეთი განაჩენი არავის არასდროს არ გამოუტანია და აქვე უნდა ვთქვათ, ეხლა ყველას აინტერესებს რეალურად რას ნიშნავს ეს დასკვნა, რა არის მოსკოვის მექანიზმი და რა კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს ის, იმიტომ რომ დასკვნა არის ძალიან დიდი და შესაბამისად ეხლა ირაკლისგან მოვისმენთ ამ დასკვნის კონკრეტულ შედეგებს. მანამდე ვიტყვი, რომ დღეს გამოქვეყნდა სწორედ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელორუსის მოქალაქეების პოლიტიკური მოტივებით დევნის საქმეზე ჰააგის სასამართლოს პროკურატურამ ლუკაშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ანუ უკვე გვაქვს კონკრეტული მაგალითი, როგორ შეიძლება მომავალში გამოვიყენოთ და გამოყენებული იქნას ეს დასკვნა, ეუთოს მოსკოვის დასკვნა. მოკლედ ირაკლი, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. როგორც ვთქვი, ოდნავ მოგვიანებით ვილაპარაკებთ ირანის სახიფათო გავლენებზე, ვილაპარაკებთ პოლიციაზე, ვილაპარაკებთ იმ ინიციატივაზე, რომელიც გაქვს და ასევე ჩვენ საერთო ინიციატივაზე. მანამდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენგან მოვისმინოთ ამ დასკვნის შეფასება, რადგან აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის წამების ფაქტები და სწორედ ამ წამებასთან დაკავშირებული ადამიანების
ეროვნების საერთაშორისო ტრიბუნალისთვის გადაცემა. ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც ჰააგის სასამართლო, ასევე ამ დასკვნის ფარგლებში და რეკომენდაციის ფარგლებში დამოუკიდებლად ქვეყნებს, რომელიც რომის წესდებას არიან მიერთებული, შეუძლიათ გამოძიება დაიწყონ წამებაში ეჭვმიტანილი ადამიანების, კონკრეტული ჩინოვნიკების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ მოგესალმები, მივესალმები შენს მსმენელს. კი, ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა გუშინ. ამაზე ძალიან ბევრი შეფასება მოვისმინეთ, თუმცა მე ჩემ ჭრილში ჩემს მოსაზრებას გაგიზიარებთ. ზოგადად მოსკოვის მექანიზმი რატო არის ხო მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ის გამოიყენება მაშინ, როცა არსებობს სერიოზული, საფუძვლიანი, დასაბუთებული ეჭვი, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, ირღვევა დემოკრატიული სტანდარტები და არსებობს სისტემური რეპრესიები. ამ კომისიამ მუშაობის დაწყებიდან მიზნად დაისახა და ეს მიზანი იყო, რომ დაედგინა ფაქტები, შეეფასებინა დემოკრატიის მდგრადობის ხარისხი საქართველოში და შეემუშავებინა რეკომენდაციები. და სანამ გამოქვეყნდებოდა ეს დასკვნა ოფიციალურად, ესე იგი პროპაგანდამ და ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებმა უკვე დაიწყეს ამ დასკვნის და ამ მოსკოვის მექანიზმის მნიშვნელობის დაკარგვა. წინწრება დაიწყეს განცხადებები, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ბუნებრივია ინფორმაცია, რა აისახებოდა. რა შეიძლება რომ ზოგადად ამაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გავამახვილოთ არის ის, რომ 23 სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე არის შექმნილი მოსკოვის მექანიზმი, ხო? და ანგარიში პირდაპირ წერია, რომ საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიული რეგრესი და ძალადობა, რომელიც არსებობდა, ზოგ შემთხვევაში ეს არის დადგენილი როგორც წამება. და ბევრი, ასე ვთქვათ, რეკომენდაციიდან მე შემიძლია გამოვყო და რატო გამოვყოფ ამას, მე ალბათ ამას ავხსნი, ხო? ანუ რა არის მნიშვნელოვანი პერსონალურად ჩემთვის? აქ არის, რომ არის ერთი შესაძლებლობა ინსტიტუციურად და სამართლებრივად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე დაიწყოს, ასე ვთქვათ, გამოძიებები, როგორც ცალკეულ შემთხვევებში აგრეთვე სახელმწიფოს მიმართ, ასევე აქ ნათქვამი არის, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა შეიძლება დაიწყოს განხილვა საქართველოში შემდგომი მისიის გაგზავნისათვის. გაეროს ქვეკომიტეტებს აქვთ მითითება, რომ ყურადღება გაამახვილონ და კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რომ უნივერსალური პრინციპით იხელმძღვანელონ ნაციონალურმა სასამართლოებმა, ამ 23 ქვეყნის ნაციონალურმა სასამართლოებმა. აი ეს ახსენი კარგად, ეს რას ნიშნავს, იმიტომ რომ მინდა ჩვენმა მაყურებელმა კარგად დაინახოს, რა კონკრეტული შედეგი შეიძლება მოყვეს ამ დასკვნას, რომელიც არის მართლაც უპრეცედენტოდ კრიტიკული. მსგავსი არაფერი არ მოგვისმენია აქამდე. ხო, ანუ დასკვნა არის სამართლებრივი საფუძველი პირობითად, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, დაინტერესებულმა პირებმა, მათ შორის ალბათ ვისაუბრებთ ორგანიზაციაზე, რომელიც შეერთებულ შტატებში მე დავაფუძნე, მექნება შესაძლებლობა, რომ ამ დასკვნის საფუძველზე ინსტრუმენტალიზება მოვახდინო და გამოვიყენო, რომ მივმართო პირობითად გერმანიას, მივმართო დიდ ბრიტანეთს, მივმართო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს, რათა ორგანიზაცია მიმართოს და დაიწყოს უკვე როგორც ცალკეული შემთხვევების, ასევე სისტემური გადაცდომების გამოძიება. და ამ ქვეყნებში მოხდეს იმ პირების და მათ შორის სახელმწიფოს კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემა, რომელიც საქართველოს დღემდე აიგნორებს. და ეს პირდაპირ წერია მოსკოვის მექანიზმში, რომ არ არის არც ერთი, ასე ვთქვათ, გამოძიება ჩატარებული არც ერთ ძალადობაზე. არც ერთ ძალადობის ფაქტი არ არის სახელმწიფოს მხრიდან გამოძიებული. შესაბამისად, თუ სახელმწიფო ამას არ აკეთებს, საქართველოს გულისხმობ, ეს დოკუმენტი იძლევა შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო დონეზე, მათ შორის ჰააგაში, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე და მათ შორის ნებისმიერ ქვეყანაზე. ერთ-ერთი ძალიან კარგი ამისი მაგალითი არსებობს, გერმანიის მაგალითი, როცა გერმანიამ დამოუკიდებლად სხვადასხვა ქვეყნების მიმართ ჩაატარა გამოძიება და დააყენა კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ეს ელის საქართველოს
ხელისუფლების იმ ცალკეულ პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ 2024 წლის და არა მარტო 2024 წლის მანამდეც მოქალაქეების დარბევასა და სისტემურ წამებაზე. ანუ აი ეხა ირაკლი იცი რა მაინტერესებს, აი შენ ყოფილ კოლეგებს რას ეტყოდი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აქ მათსეც აღიძვრება საქმე, ვინც პირადად მონაწილეობა მიიღო ადამიანის წამებაში და ჩვენ ვიცით ბევრი ასეთი შემთხვევა 24 წლის საშინელი სასტიკი დარბევების დროს. მაშინ როდესაც აი არნახულად შემზარავი ინფორმაცია ვრცელდება ჩვენ დაზარალებულების მხრიდან, სასტიკი ასეთ ცემა, პირში ჩაფურთხებით დაწყებული, არ ვიცი, დახურულ მარშრუტკებში აი გაზის კაფსულების შეყრით და შემდეგ ამ ხალხის იქ უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყრით. აი რა შეიძლება იყოს მათი მომავალი? აი ამ კონკრეტული ადამიანების და რა შემთხვევაში შეიძლება ისინი გათავისუფლდნენ პასუხისგებლობისგან თუ ასეთი რამ არსებობს? ეკა, კი, აი ნახე კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ამ დასკვნაში ეწერა, იყო რომ ადამიანები, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებდნენ, ხდება მასიური თავდასხმებიო. ეს როგორც დაუშვათ ტიტუშკების და ფიზიკურად აგრეთვე ამ ადამიანების მიმართ სახელმწიფო იწყებს გამოძიებებს. ანუ რატო ვიწყებ ამას? ჩემს წინააღმდეგაც გამოძიება რატო დაიწყეს, რომ მე არანაირი ძალადობა, არანაირი სახელმწიფოებრივი დამხობისკენ მე მოწოდება არასდროს არც ერთ ეთერში. ნუ შენი ეთერი აქვს, შენი გადაცემა აქვს დაჭრილი და იქ თავიდან ბოლომდე რო უყურო, არსად მსგავს არ ვსაუბრობ. იქ ზუსტად ამას ვეუბნებოდი მე ჩემს ყოფილ კოლეგებს და ამას ვესაუბრებოდი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს, რომ შენი მოქალაქეების მიმართ არ გამოიყენოთ სისასტიკე, ხო? ანუ ეს დაუსჯელი შეიძლება დღეს პირობითად ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ეს ადამიანები ხელშეუხებლები არიან. თუმცა მე კიდევ ერთხელ ვიძახი, ხელშეუხებელი ვერავინ ვერ იქნება, იმიტომ რომ როდესაც დასრულდება ეს ხელისუფლება, ძალიან მარტივად იქნება შესაძლებელი ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, ვინც მონაწილეობდა ან სამომავლოდ მონაწილეობას მიიღებს ადამიანების ამ მსგავს წამებაში და რეპრესიულ მოქმედებებში, ყველას მიმართ იქნება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დაყენებული. საერთაშორისო დონეზე არის აქ საუბარი, ხდები, როგორც არ უნდა დააკნინოს ქართული ოცნების პროპაგანდამ ეუთოს მექანიზმი, როგორც არ უნდა დააკნინოს დაუშვათ ჰააგის სასამართლო, საერთაშორისო სისხლის სასამართლო, ანუ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან და მე რას ვეუბნებოდი და დღესაც იგივეს გავიმეორებ, რომ ანუ არ უნდა იყვნენ იმ, ანუ რა არის მანდატი, ხო? ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ფიცი რაზე აქვს დადებული, რომ მან უნდა ემსახუროს თავის ქვეყანას, მან უნდა ემსახუროს თავისი ქვეყნის მოქალაქეებს, მან უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეების მშვიდობა და უსაფრთხოება. თუ კი არსებობს ცალკეული შემთხვევები, სადაც მოქალაქეები დანაშაულს ჩადიან, პირველი უნდა ხდებოდეს ამ დანაშაულების იდენტიფიცირება და ამ დანაშაულებზე თანაზომიერების პრინციპით მოქმედება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან ყველანაირი თანაზომიერების პრინციპი დაარღვია რუსთაველის გამზირზე საკუთარი მოქალაქეების დარბევისათვის. რომც ყოფილიყო და იყო ცალკეულ შემთხვევებში დაუშვათ სამართლებრივი საფუძველი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაეწყო საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა. ანუ ტერმინებს დავაკვირდეთ, ანუ იურიდიულად კანონმდებლობაში როგორ არის, ანუ საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა ქვია იმ ოპერაციას, რომელსაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ახორციელებს. და ამათმა რა გააკეთეს, ანუ საზოგადოებრივი წესრიგი აღადგინეს თუ საზოგადოების წევრები და მოქალაქეები ფეხქვეშ გაიგდეს და სასტიკად გაუსწორდნენ. მათ შორის გამოყენებული ის არალეტალური საშუალებები, რომელიც იმ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაახარჯა, არაპროპორციულად, არათანაზომიერად. ეს ყველაფერი ანუ ხო ვერ წაშლიან ახლა იმ კანონებს, რომელიც მიღებული იყო, იმ ნორმატიულ აქტებს, რომელიც გამოცემული იყო, ამ ყველაფერს ხო ვერ გააქრობენ, ყველაფერს ისტორიიდან ხო ვერ ამოშლიან, ეს არსებობს და შესაბამისად აი ეს ფაქტების კონსტატაციით, ამ მტკიცებულებათა ერთობლიობებით ყველა პირის, აბსოლუტურად ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. აი ამ კონტექსტში მაშინ გითხარი რა ორგანიზაციაზე არის საუბარი, რომელიც ფუძნდება და რა იქნება
მისი მთავარი დანიშნულება? ამ ორგანიზაციის ძირითადი მანდატი იქნება მტკიცებულებების შეგროვება და ამ მტკიცებულებების საფუძველზე საერთაშორისო დონეზე ადვოკატირების განხორციელება. აი კონკრეტული მაგალითი გითხარი, მაგალითად რას გააკეთებს ორგანიზაცია? აი უფრო ვთქვათ გასაგები რო იყოს. აი კონკრეტული მაგალითი, აი თუნდაც ეს EUTHOS მექანიზმის ან მოსკოვის მექანიზმის ეს დამდასკვნის საფუძველზე ჩვენ უკვე დავიწყებთ ამაზე მუშაობას იურისტებთან, რომელიც ყავს და ეს იურისტები არიან არა ქართველი იურისტები, არამედ ადგილობრივი იურისტები. დავიწყებთ მუშაობას, მოვამზადებთ დოკუმენტებს, შევქმნით, ასე ვთქვათ, საარჩელს დავწერთ, მასალებს მოვამზადებთ და დავიწყებთ არა მარტო დავუშვათ მივმართავ დიდ ბრიტანეთს, ვაპირებთ მივმართავ დავუშვათ გერმანიას, მივმართავ სხვადასხვა ქვეყნებს და ამ ნაწილში საქართველოს ნახეთ რა არის, ანუ მე მნიშვნელოვანი არის ამაზე ვისაუბროთ, რომ ჩვენ მე გვაბრალებენ, რომ ჩვენ თვითონ საქართველოს და ქართულ სახელმწიფოებრიობას ვებრძვით. ეს ძალიან მნიშვნელოვნად გასამიჯნი არის. ჩვენ საქართველოს და ქართულ სახელმწიფოებრიობას კი არ ვებრძვით, საქართველოში მოქმედი ხელისუფლების ცალკეული პირები, რომლებიც მონაწილეობენ საკუთარი მოქალაქეების დევნაში და წამებაში, ის ადამიანები იყვნენ გასამართლებული და პასუხისმგებაში მიცემულები. კიდევ ერთხელ ვთქვათ, ამ ხალხის წინააღმდეგ არა მხოლოდ ჰააგაში, არამედ აი კონკრეტულად გერმანიის თუ საფრანგეთის თუ ყველა იმ ქვეყანას, რომელიც არის ამ რომის წესდებას მიერთებული, ხო, 123 ქვეყანა არის ასეთი. აი ამ ქვეყნებს შეუძლია დამოუკიდებლად დაიწყონ გამოძიება ამ ხალხის წინააღმდეგ. მოკლედ, ეს რეკომენდაციები, დასკვნის რეკომენდაციები ამას გულისხმობს. დამოუკიდებლად შეუძლიათ რომ დაიწყონ, მაგრამ 125 ქვეყანაა რომის სტატუტზე, ხო? ხო, მნიშვნელოვანია და აუცილებელი არის არსებობდეს ჯგუფები, ანუ დაუშვათ სხვადასხვა მე ვიცი რომ არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში ქართული სათვისტომოები, არიან ასე ვთქვათ ადამიანები, რომლებიც გაერთიანებული არიან რაღაცა ინდივიდების დონეზე და მათ ყველამ აბსოლუტურად ამ საკითხში ყველა უნდა იყოს ჩართული, ყველამ უნდა იაქტიუროს და ყველამ უნდა მიმართოს, ანუ ერთია რომ წერია რომ დამოუკიდებლად შეუძლიათ, მაგრამ თუ კი იქნება რაღაცა ორგანიზაციები, იქნება ადამიანთა ჯგუფები, რომელიც ამ საკითხებს, ასე ვთქვათ, გაუწევს ადვოკატირების პროცესს, ეს კიდევ უფრო დააჩქარებს ამ საკითხს და კიდევ უფრო შედეგზე ორიენტირებული იქნება. ხო, ეხლა წარმოიდგინე რომ ვთქვათ ხარ ისევ სისტემაში და აი ესეთი დასკვნა დაიდო. აი რა შეიძლება ხდებოდეს ეხლა შენი წარმოდგენით იქ, ანუ რამდენად სერიოზული ხო დემორალიზების პროცესი შეიძლება იწყებოდეს, ხო? იცით რა არის ეკა, ნახეთ, ზოგადად საჯარო სტრუქტურებში და მით უფრო ძალოვან სტრუქტურებში, ძალოვანი სტრუქტურები დგას საკანონმდებლო ჩარჩოზე, ანუ ფუნდამენტი არის კონსტიტუცია და კონსტიტუციით განსაზღვრული ის უფლებები, რომელიც უნდა აღასრულოს. პოლიციის სანდოობა რო გაზრდილიყო საზოგადოებაში, ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი პერიოდი გავიარეთ და ძალიან რთული გზა გავიარეთ და დღეს ამათმა ეს ყველაფერი დაამსხვრიეს ერთი ხელის მოსხმით, თუ მაშინ პოლიცია ასოცირდებოდა პირობითად კორუფციასთან და გაიშნიკებთან, რომლებიც გზაზე აჩერებდნენ მანქანებს და ხალხს ფულს ზალავდნენ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიცია და ძალოვანი სტრუქტურები ასოცირდება ადამიანების წამებასთან. ანუ ჩვენ რომ ისევ საზოგადოებას დავუბრუნოთ პოლიციელების მიმართ პატივისცემა, ნდობა და ის სიყვარული, რაც რაღაცა წლების უკან არსებობდა, ეს ესე მარტივი არ იქნება, ხვდებით? ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზუსტად ეს უნდა გაიაზროს, რომ მას, რომელსაც უნდა რომ იყოს, იმსახუროს, გააგრძელოს, მან მონაწილეობა კი არ უნდა მიიღოს და კოლაბორაციაში კი არ უნდა შევიდეს. ერთი პიროვნების ბრძანებების შესრულების აღსრულებელი კი არ უნდა გახდეს რა. ის უნდა გახდეს კანონის დამცველი, ის უნდა გახდეს კონსტიტუციის დამცველი. მას აქვს კანონმდებლობით უფლებამოსილება. ბევრჯერ მithქვია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბრძანების არ შესრულებლობა ეს დარღვევა და დანაშაული არის, მაგრამ ბრძანება თუ უკანონოა, შეუძლია უარი თქვას საჯარო მოხელემ და განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებმა ამ ბრძანების შესრულებაზე და მან უბრალოდ უარი თქვას, რომ ანუ ბრძანებას
არ შეასრულებს განა, იმიტომ რომ დაუშვათ ვინმესე წინააღმდეგება. ბრძანება არის შინაარსობრივად და ფუნდამენტურად უკანონო და დანაშაული. შესაბამისად, მან უნდა გაიაზროს მისი ხვალინდელი დღე სად იქნება ციხეში თუ იმ ქვეყანაში, რომლის მშენებლობაში თვითონ მიიღებს მონაწილეობას. ერთი ეს მხარეა, როდესაც პოლიცია ჩააყენა რეჟიმა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ის გახდა უკანონო ბრძანებების შემსრულებელი და მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ გვესმის გარკვეული ფაქტები, რომელიც ახდენს ასევე პოლიციის დემორალიზებას და რომელიც მგონია რომ ყველა პოლიციას, ყველა წესიერ პოლიციელს აწუხებს. ახლა დავიწყოთ იმ ფაქტით, რომ მაგალითად ბათუმში ერთ-ერთი პოლიციელი ყაჩაღობის გამო დააკავეს. ანუ ოქსიმორონია ხო რაღაცა, პოლიციელი და რაღაცა ყაჩაღობის გამო დაკავებული. აი ძალიან სამარცხვინოა. ეს არის ერთი მხრივ სამარცხვინო, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. 22 წელი მეცვა ფორმა და მე აი ბავშვობიდან როცა აკადემიაში ვსწავლობდი, ხო, ანუ როგორ არის, იცით, ანუ ერთ დღეში შენ ვერ ხდები ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი და ფორმას რო იცმევ და რო იწყებ სტრუქტურაში მუშაობას, არ ნიშნავს, რომ შენ შინაგანად, მორალურად და ფსიქოლოგიურად ხარ დაუშვათ სამართალდამცავი. სამართალდამცავი რო გახდე ფსიქოლოგიურ დონეზე და მორალის დონეზე, წლები ჭირდება და ეს შენ უნდა ასე ვთქვათ ჩამოყალიბდე და გაიწურთნო. ანუ ამ ადამიანების გონებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო არა რაღაცა სამართალდამცავი სტრუქტურა, არა საკუთარი მოქალაქეების მსახურებაში ყოფნა, არამედ რაღაც შესაძლებლობა არის დროებითი, რომ პირობითად ან ხელფასი აიღონ, ან სხვაგან საქმე ვერ ნახეს და სხვაგან ვერ განვითარდნენ და აი საწავიდე და მოდი პოლიციაში წავალ, ან მოდი ჯარში წავალ. აი ესეთი ადამიანებით ხდება დღეს დაკომპლექტება, ესეთი ადამიანებით არის უმრავლესობა დაკომპლექტებული და ზუსტად ესეთი ადამიანების თავში იმიტომ იხარშება აი ესეთი სიგიჟეები, თორე როგორ შეიძლება პოლიციას თავში მოუვიდეს აზრად, რომ წავიდეს და მაღაზია დააყაჩაღოს. შეიძლება რაც არ უნდა პრობლემა ქონოდა იმ ადამიანს, ამ პრობლემის ზუსტად იმიტომ ახლა შენ სამართალდამცავი, იმიტომ გაცვია ფორმა, რომ სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი გაგაჩნდეს და შენ თუ საკუთარი სტრესული სიტუაციების მართვა არ შეგიძლია, შენ სხვისი მოქალაქეების სიცოცხლეს როგორ უნდა განდო, მე ჩემი შვილის უსაფრთხოება და სიცოცხლე როგორ უნდა განდო, ჩემი მომავალი თაობების სიცოცხლე და უსაფრთხოება როგორ უნდა განდო, ხო? როცა ეს ადამიანი მიდის მაღაზიაში შედის და აკეთებს ესეთ დანაშაულს, ხო? ანუ პრობლემა ის კი არ არის, რომ შევიდა პოლიციელი და პრობლემა და ტრაგედია აი ამ ნაწილში არის, ჩემი აზრით. ვხვდებით, რომ დღევანდელი სიტუაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში წეღანაც ვთქვი, ხო, ანუ ფარავს, ხო, ხო არის ესეთი გამონათქვამი, რომ გარედან ტერს უთხრის თვალებს და შიგნიდან მოყვა, ანუ ესენი ფუთავენ მაქსიმალურად, რომ ვითომ არაფერი ხდება და იდეალურად არის, მაგრამ სერიოზული რეგრესი ხდება, სერიოზული კატასტროფა არის. სერიოზული სუნი დგას შიგნით. ეს რო გაიხსნება და ამაში რო ჩავიხედებით, შეიძლება იმაზე მეტი კატასტროფა დახვდეს, ვიდრე ვარაუდობთ. ეს არის დღეს პრობლემა და იმ პოლიციელმა, იმ პოლიციელის ოჯახის წევრმა, იმ რიგითმა ადამიანმა, თუ ეს არ გაიაზრა, ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების მიღმა, ყველანაირი მერკანტილური შეხედულების მიღმა, ანუ სახელმწიფოებრივად უნდა შეხედოს ამას, რომ ანუ ეს თუ ხდება და ესეთი სიტუაცია თუ არის, ანუ რა ვიცი, მე თავს ვერ ვიგრძნობ, ხო? ანუ ასეთ ქვეყანაში უსაფრთხოდ და მე არ ვიქნები დაცული ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიციელებს ეს მენტალობა აქვთ, ხო? ანუ პოლიციელები გადადიან ქუჩურ გარჩევებზე, კრიმინალურ გარჩევებზე, რაღაცა რეიბანები ხარება სტილით ჩამოყალიბდა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მელოტ თავზე რაღაც რეიბანების გაკეთება და ანუ რაღაცა დაბოხილი ხმით საუბარი, შეურაცხყოფელი ფრაზებით, უცენზურო სიტყვები, ანუ ეს არის პრობლემა, ხვდებით? ის არ არის, რომ დაუშვათ ცალკეულად პოლიციელმა შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს, შეიძლება სამართალდამცველმა გადასტომა გააკეთოს, ამისთვის არსებობს პირველი გენერალური ინსპექცია, არსებობს მე გენერალური პროკურატურა, ხო, დაიწყებს გამოძიებას და ამისგან ვერც დღეს და ვერც მომავალში ვერაზროს ვერავინ ვერ იქნება დაზღვეული, რომ ვინმე რამე დანაშაული არ ჩაიდინოს. მთავარია, რატომ მიდის ადამიანები ამ დანაშაულის ჩადენამდე, რა ხდება, აი ეს სიტუაცია არის გასაანალიზებელი და ამ სიტუაციას მე რო ვაანალიზებ ჩემი შეხედულებით, კატასტროფა არის.
არის და მაგიტო ვიძახი რა გაძლევსო მაგისი თქმის საფუძველს ზუსტად ის მაძლევს რომ ხო მითხარი შენ როგორ იგრძნობდი მე ხო ვიყავი მაგ სისტემის ნაწილი ანუ იქ ადამიანები ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში და გონია რომ იმ ადამიანებს რაღაცა სივრცე უნდა მივცეთ ამ ადამიანებისთვის გარკვეული ხიდი უნდა შევქმნათ რათა ეს ადამიანები ჩვენთან ითანამშრომლონ ხვდებით იმიტომ რომ წლების განმავლობაში ქართული ოცნება ძალოვან სტრუქტურებს აგონებდა რომ მეორე მხარეს დგანან მტრები მეორე მხარეს დგანან ქვეყნის მოღალატეები გამყიდველები და ჩვენ ამ ადამიანებს შეურაცხყოფას ვაყენებთ ზოგ შემთხვევაში სამართლიანათაც ხო და ამ ადამიანებს აღარ აქვთ სივრცე მოქმედების ნაბიჯის გადასადგმელად აი ეს სივრცე უნდა შევქმნა და თუ შევუქმნით ჩვენ ამ ადამიანებს ამ სივრცეს ყველა ერთად ჩვენ თუ ამ ხიდს ავაშენებთ მე მგონია რომ ძალიან ბევრი გადადგავს ნაბიჯს ძალიან ბევრი ადამიანი გაიაზრებს თავის პასუხისმგებლობას და ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდება სად არის პრობლემა და რა არის გასაკეთებელი. აი, როცა ამბობ ნაბიჯს გადადგამს, რას ნიშნავს? ანუ, მოდი ჩვენთან თანამშრომლობის, ეკა, აი ამას ჩვენ უნდა მივცეთ სივრცე ამ ადამიანებმა ჩვენთან ითანამშრომლონ სხვადასხვა ფორმით, ანუ თანამშრომლობას მე იმას არ გულისხმობ, მაინც და მაინც რომ ვიღაცამ ინფორმაციები გამოიტანოს და მე მათი ინფორმაციები საერთოდ არ მჭირდება, საერთოდ არ მაინტერესებს, არც მე და არც თქვენ, აღარ ვის აინტერესებს. თანამშრომლობაში გულისხმობ, რომ იმ ადამიანმა გაიაზროს პირველ რიგში, რომ აქეთ ამ ხარეს აქციის მონაწილეებში ქვეყნის მტრები, მათი მტრები და ქვეყნის მოღალატეები არ დგანან. ამ აქეთ ამ ხარეს დგანან მათი მეზობლები, მათი მეგობრები, მათი შვილის თანატოლები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მათსავით უყვართ საქართველოს და მათსავით იცავენ, უბრალოდ ფორმა არ აცვიათ და სამოქალაქო ტანსაცმელიოთ. ხო, აი, ისიც მაინტერესებს, რომ გარდა ამ ყველაფრისა როდესაც ეხა ბოლო პერიოდი ხო ჩვენ თვალნათელია უბრალოდ როგორ ხდება კრიმინალის უპირატესობის გამოკვეთა პოლიციელებთან მიმართებაში ხო გვინახავს პირდაპირ კადრები როდესაც ტიტუშკები ებლატავებიან პოლიციას და ეუბნებიან შეხო ჩვენ ხო ერთნი ვართ რაღაცა ერთი გუნდის წევრი ვართ თუ ჩვენიანი ხარ თუ რაღაცა ამას ხო ჩვენ მთელი ამ დარბევების პერიოდში ამას ხედავდით როგორ ვერაფერს ვერ ეუბნებოდა კრიმინალს ამ კრიმინალს ელენე რო დააკავეს ხოშტარია კალათის ბანერის დაზიანებისთვის აი იქ იყო ზუსტად ძალიან კაფიო მაგალითები რომ პოლიცია ვერ აკავებდა ამ ტიტუშკებს და ხშირ შემთხვევაში ტიტუშკების მიერ ნასროლი ბოთლები ისევ პოლიციელებს ხვდებოდნენ და პოლიციელები ზიანდებოდნენ და რეაქცია ჰქონდათ ნოლი ამაზე. კი, მაშინ როდესაც მზია ამაღლობელის ამბავი რო გავიხსენოთ და ეხა ანალოგია მოვიყვანოთ, ხო? მზია ამაღლობელი ჟურნალისტი ქალი დაკავებული არის იმის გამო რომ მას ედავებიან ამ დგებუაძისთვის სილის გაწნას, როდესაც მანამდე დგებუაძემ შეაფურთხა სახეში, სახის მოწმენდის საშუალება არ მისცა ტუალეტში გასვლის საშუალება და პირდაპირ ესე თქვა უნდა ჩაიფსას. აი ამ სიტყვას უნდა ვთქვათ ესე, ღიად, ხო? და ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ ჩოხატაურის შემთხვევა, როდესაც ადგილობრივმა ლიდერმა, გამგებელმა, თუ საკრებულოს ხელმძღვანელმა თავმჯდომარემ სცემა სასტიკად პოლიციელი ჯგუფურად. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის რის გამო. ჯგუფურად, იმიტომ რომ რაღაცა ქურდებს მიაყენა შეურაცხყოფა და შემდეგ ეს კაცი გამოუშვეს 30,000-იანი გირაოთი. აი ეკა, ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვები, სანამ მაგაზე პასუხს გაგცემთ. 2022 წელი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აღლუმს ვატარებდით და უკვე იყო გენერალური რეპეტიცია წინა დღეს ფორმებით რამიშვილის ქუჩაზე. მოგეხსენებათ მაგ პერიოდში მე ვიყავი ორგანიზატორი და მე ხელმძღვანელობდი მთლიანად მაგ პროცესს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ორი კოლოფი ყავდა გამოყვანილი სპეცდანიშნულების ბიჭები მოწყობილები
ანუ სხვადასხვა ორი ქუჩიდან სხვადასხვა მხრიდან შემოდიოდნენ. ერთ-ერთ მხარეს რომ გადავედი ჩემები სანახავად და მოსაკითხად, იქ იდგნენ. ანუ თუ უყურებენ ამ გადაცემას, თვითონ მიხვდებიან 112 იდგა დაცვის პოლიციის თანამშრომლები იდგნენ, ქალაქ თბილისის მარწესრიგის ოფიცრები იყვნენ და ჩემებთან რომ მივედი და ვეკითხები როგორ ხარ, პასუხი იყო რომ ქურდულად, განაბურად. აი ესე ვარ და ამას მეუბნება მთავარი სამმართველოს უფროსი, სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს უფროსი. აი მიწა თუ არ ეს გამისკდებოდა რას, და არ რას ჩავიწყდა. ნიშნავს, რას ქურდულად ვარ? წარმოიდგინე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღლუმი ტარდება, მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები მობილიზებული არიან, ფორმებში გამოწყობილები, რაღაც მთელი ემოციები, მთელი რაღაც და ვეკითხები და სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თავარი სამმართველოს უფროსი მეუბნება ქურდულად განაბურად ვარ. და ამას ხალხი ისმენს. სხვათა შორის ამაზე ახლა მე ხარებასთან აზრი არ იყო, იმიტომ რომ ხარებასაც ეგ ტერმინოლოგია ქონდა რაღაცა ქურდულის. ვერ ვიგებ უბრალოდ. ხვდები, იმიტომ რომ იმ სამყაროს, რომელშიც ის ქურდები და ეს კრიმინალები არიან, იმა თავიანთი სამყარო აქვს და თავიანთი. მე ჩემი სამყარო აქვს, მე ჩემი თავის დროზე ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა, ხო, რომ ფორმა ჩაგვეცო. რავი, ფორმაც გაცვია, ქურდიც ხარ, ვერ ვიგებ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი არის აბსოლუტურად, ხვდები? ანუ ამ პროფესიას რო ირჩევ, ამ პროფესიას რო ირჩევ, ხო იგულისხმება რომ ირჩევ იმიტომაც რომ მათ შორის რომ აი ეს კრიმინალი საშინლად გეჯავრება. ამას ებრძოლო და ამის გავრცელებას ხელი არ შეუწყო. და არა შენ გახდე თანამონაწილე და ამ პროცესის, ასე ვთქვათ, ერთგვარი პიარი აკეთო, ხო და რისი თქმა მინდა, ეს მენტალობა არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. სხვათა შორის მაშინ უთხარი ეს საკითხი კოზიაშვილსაც უთხარი, მაშინ სტრატკომის უფროსი იყო, ქეთევან ტყეშელაშვილსაც უთხარი, ადმინისტრაციის უფროსი იყო. ნოლი რეაქცია ჰქონდათ, იმიტომ რომ იცით რა არის, ზუსტად ეს არის პრობლემა დღეს სამინისტროში და ის პოლიციელი რო სცემეს, ამან როგორც ჩანს პროტესტი გამოთქვა ამ საკითხს, ხვდები? მე დადასტურებით გეუბნებით, რომ ხარაზიშვილი რომ მიდიოდა სუფრაზე და იკრიბებოდნენ სამ სადღეგრძელოს სწავდნენ ქურდებისა სხვადასხვა კონფიგურაციით რა და რა ვიცი მათი დღეგრძელობის და რა ლოცვებს კითხულობდნენ ეს ადამიანები და ეს ხო უკვე დამკვიდრებული არის და მე ამ დამკვიდრებულის გავრცელება ხდება დღეს პრობლემა ზუსტად ეს არის ეს ხდება როგორც დაუშვათ ეს არ არის ლოკალური პრობლემა პირობითად გედედეში ან ლოკალური პრობლემა რომელიმე რეგიონალურ კრიმინალურ პოლიციაში სისტემური პრობლემა არის და ამისთვის პრევენციისთვის სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს. გენერალური ინსპექცია, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოიყენო მსგავსი დანაშაულების პრევენციისთვის, გამოძიებისთვის და შემდგომში გამოკვეთილი დანაშაულების პასუხისმგებაში მიცემისთვის, ეს ადამიანები, მე როდესაც ვმუშაობდი, მაგალითად, გენინსპექცია ჩვენთან ვერ შემოდიოდა საერთოდ. ეშინოდათ, ხარებას დანახვის ეშინოდათ, იმას რა უნდა გამოეძია. იმიტომ არ იყო არც ერთი გადაცნობა გამოძიებული. იმიტომ ხდება ეს სისტემური პრობლემები. იმიტომ მოხდა იქაც იმ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, იმიტომ შეეხო ხელით. აბა კონდეს იმას ის განცდა რომ პოლიციას ხელი თუ ვინმე შეეხება. მაშინ მზია ამაღლობელისნაირი ადამიანები 5 წლის ციხეში უნდა წავიდნენ. და ჩოხატაურის საკრებულო თუ ვინ იყო ის პიროვნება წარმოდგენა არ აქვს გირაუთი უნდა იყოს გამოსული და ან ნებისმიერი სხვა რომელიც არაერთი შემთხვევა არის და მე ჩვენ როდესაც ამაზე დავაანონსებ ჩვენ თქვი ხო გადაცემების ციკლზე იქ ძალიან ვრცლად და ბევრს ვისაუბრებთ ამ საკითხზე. აი როგორ ფიქრობ რა პერიოდიდან შემოდის ეს ქურდული მენტალიტეტი და აი შიგნი ხო არის დარწმუნებული ვარ ეხა რომ სისტემაში არის ძალიან ბევრი წესიერი პოლიციელი რომელიც დნმ-ის დონეზე ვერ იტანს კრიმინალს აი ეკა მე დიდი ხანი არ მომიწია შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2018 წელს დავიწყე მაგრამ მე პირადად როდესაც ხარაზიშვილი გადმოვიდა ჩვენთან დეპარტამენტის დირექტორად და ხარაზიშვილმა მოიყვანა ეს თავისი ბანდა, ეს ადამიანები იყვნენ, გედედეში ეს ადამიანები იყვნენ, იმიტომ რომ თან ქონდათ ასე თქვათ ამ შეფის მიმართ, რასაც ის აკეთებდა, ერთ-ერთში ბაძავდნენ.
და რაც შეეხება კრიმინალურ პოლიციაში და საპატრულო პოლიციაში, ხო, ანუ ეს რა დონეზე არის და როგორ არის გამჯდარი, მე არ შემიძლია ეს თქვა, მაგრამ ფაქტების დონეზე რა შეგვიძლია ვისაუბროთ, ხო, ანუ ვარაუდების კი არა, ფაქტების დონეზე. ჩვენ გვეყოლება კაცი, რომელიც ამაზე ილაპარაკებს, იმიტომ რომ ის მართლა ყველა დონეზე და ყველა საკვანძო თანამდებობაზეა თითქმის ნამუშევარი. კი, თავშევიკავებ ჯერჯერობით, მოდი დავტოვოთ ეს, ასე თქვა. კი, იმიტომ რომ შეიძლება რათა ობიექტური პრობლემები წარმოგვექნას, ამიტომ მხოლოდ ასე დავაანონსებთ ზოგადად. შენს, ასე თქვა, შენს პლატფორმაზე გვექნება გადაცემების ციკლი, რომელსაც დავარქვით ფორმის მიღმა. მე და ეს პიროვნება და არა მარტო მე და ეს პიროვნება ჩვენ გვეყოლებია ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი, როგორც ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ჩვენ ვისაუბრებთ ადამიანურ ენაზე. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, რომ მოვახდინოთ იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რაც დღეს სისტემაში არსებობს ზოგადად ძალოვან სტრუქტურებში. ამ გადაცემების ციკლში დროთა განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ პოლიციის სხვადასხვა სპეციფიურ მიმართულებებს, მაგალითად როგორიც არის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, კანონიერი ქურდები და მათი გავლენა საქართველოში, საპატრულო პოლიცია და მისი პრობლემები, კრიმინალური პოლიცია და ეგრეთ წოდებული კრიმინალი, როგორ უნდა გამოსწორდეს მისი ნეგატიური იმიჯი. გამოძიება, პროკურატურა, სასამართლო, ყველა ამ თემებს დავფარავთ ეტაპობრივად, რაც დღეს ძალიან აქტუალური არის საქართველოში და ერთგვარი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის. და აწუხებთ, ფიქრობ, რომ ეს არის ის რისი მოსმენას თვითონ უწყების შიგნი უნდათ რიგით თანამშრომლებს, იმიტომ რომ მე ვიცი ადამიანისგან, რომელიცაც ჯერ სახელს და გვარს ვერ დავასახელებთ, რომელიც თვითონ ძალიან შიგნიდან მოდის, უწყებიდან მოდის, რომელიც ამბობს, რომ ძალიან ბევრს აწუხებს, განსაკუთრებით აწუხებთ ის, რომ არის ნეპოტიზმი, სოციალური მობილობა უკვე მთლიანად შეწყვეტილია, იმიტომ რომ საერთოდ რაც არ უნდა კარგად იმუშაო, წინ წასვლის საშუალება უკვე აღარ აქვს, იმიტომ რომ ამ თანამდებობებზე ინიშნებიან ისეთი პირები, რაღაც მხოლოდ ნეპოტიზმით, ნაცნობობით და ასე შემდეგ. ანუ ფიქრობ, რომ ამის მოთხოვნა თვითონ პოლიციელების მხრიდანაც არსებობს, ხო? იცით რა არის 12 წლის განმავლობაში, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში არის, არც ერთ ეტაპზე თუ არ ჩავთვლით 2016 წლის შემდეგ რაღაცა გარკვეულ პერიოდს პასუხისმგებლობა არც ერთ ეტაპზე არ აუღია, ანუ გულისხმობ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს. ეს პასუხისმგებლობები ყოველთვის გადადიოდა და გამოიგონეს მიზანმიმართულად და სპეციალურად რაღაცა აბსურდული, რაღაცა გლობალური ომის პარტია, deep state, მასონთა ლოჟა, სადღაცა, რა ვიცი, კატებს კლავენ და რაღაცა კაპიშონებით სანთელხელში დაკავებულები მოძრაობენ. რატომ? იმიტომ რომ საკუთარი პასუხისმგებლობა არ აიღონ და ხდება რა? ანუ ერთი და იგივე, ანუ წავიდა პირობითად ღარიბაშვილი, მოვიდა გომელაური, წავიდა გომელაური, მოვიდა გეკა, ანუ რა შეიცვალა? სისტემური გაუმჯობესება სახელმწიფო სტრუქტურებში არ ხდება, სახელები და გვარები იცვლება, თორე მიდგომა და დამოკიდებულება უბრალოდ დღეს თუ პირობითად არის გეკას კლანი. იყო გომელაურის კლანი. მოვა დაუშვათ ვიღაცა პროკლე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აიღეთ. ესე იგი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხო, ანუ ჯერ ერთი არც ერთი ინსტიტუცია არ არის, რომელიც შეიძლება თქვა, რომ აქ რა, მაგრამ განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადამიანი, რომელიც მუშაობს, ან შეიძლება შენის გაზარდო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლად, ოპერატიულ მუშაკად, დაუშვათ ადამიანად, რომელიც აგენტებს ამუშავებს, ინფორმაციებს იღებს, აანალიზებს, ამას წლები ჭირდება, ხვდებით? ანუ ქუჩიდან მოყალილ ადამიანს რო დანიშნავ შენ და იმას სუსის ეგრეთ წოდებული ID ბარათი აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია შინაგანად, მენტალობით, პროფესიონალიზმით და ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით, ხო? ანუ ეს ადამიანება შექმნეს და დანერგეს ნეპოტიზმის სისტემა და რა გააკეთეს, ანუ
ოხანაშვილი რომ მივიდა, ნუ მანამდე ვინც იყო ლილუაშვილი, კარგი, გავიგეთ რომ ლილუაშვილი მათთვის წყალებში მოღალატე აღმოჩნდა, ხო? და ოხანაშვილმა გაასუფთავა. ოხანაშვილის კადრების კი გაუშვა დინარაძემ. ანუ დინარაძემ ოხანაშვილის კადრების წმენდა დაიწყო. ანუ ხვალე რომ მივიდეს ვიღაცა სხვა, ისევ ის დაიწყებს დინარაძის კადრების წმენდას. ხვდებით პრობლემა სად დგას? პრობლემა არის არა ის რომ დაუშვათ ინსტიტუციებში რომ ხელმძღვანელი პირი მიდის და იცვლება ცივილიზებულ ქვეყნებში, ხო? ეს რიგი თანამშრომლები საერთოდ ვერ გრძნობენ. აი ესაც ეს ესე ვთქვათ, არაპროფესიონალიზმი, ეს ნეპოტიზმი, ეს არაკვალიფიციური პერსონალი და კვალიფიციური პერსონალის სამსახურებიდან გაშვება. ანუ ის ადამიანი სუსში სულ რამდენიმე თვის წინ არ მოხდა თავი რომ მოიკლა? ანუ რამე გამოძიებამ რა დაადგინა? ის ადამიანი ჩემი ინფორმაციით მე რამდენი კაცია სუსის თანამშრომელი, რომელმაც თავი მოიკლა? დავით რა გვარი აღარ მახსოვს პენიტენციური დაწესებულის ხელმძღვანელმა რომ თავი მოიკლა. თავი მოიკლა, კი ბატონო, სულ ახლა ბაჩეშვილის საქმეზე. ხო, ანუ რა ხდება, იცი, ანუ მნიშვნელოვანი ეს ფაქტების გამოძიება არა თუ ხდება, ამ ფაქტების მიჩქმალვა და მერე შემოგდება ისეთი მდაბიო საკითხების, რაზეც ასე თქვა შეიძლება საზოგადოება წამოეგოს, აი როგორიც არის პირობითად, რა ვიცი, მიხეილ ყაველაშვილი. ანუ მიხეილ ყაველაშვილი რომ ესეთი იდიოტია, ეს ბიძინა ძალიან კარგად იცის და იმიტომ დანიშნა რომ იდიოტია და ესეთი განცხადებები უნდა გააკეთოს და მის განცხადებებზე უნდა იღლიცინოს საზოგადოება. ნუ რო არ იცის მეტყველება, სიტყვათა მარაგი რო არ გააჩნია და მანდარი დამთავრებული ხო როგორც პრეზიდენტი. ხან ცურაობას იტყვის, ხან სისულელეს იტყვის, მაგრამ ამაზე ეს ამით манипуლირება. მოდი დავაკონკრეტოთ ფიგურულ ცურაობას. ფიგურული ცურაობა. ნუ გაეროში ხო რას იგი, ანუ საერთოდ უნდა დააიგნოროს საზოგადოებამ, ანუ ყაველაშვილი იქნება თუ ნადირაძე იქნება თუ ქართული ოცნების ნებისმიერი ნაგავი პროპაგანდა, რომელსაც შემოაგდებენ და რომელსაც ჩვენ შევხვდებით, ის უნდა დავაიგნოროთ და დღის წესრიგიდან არ უნდა მოხსნათ ისეთი საკითხები, რაც მათთვის ყველაზე სენსიტიურია, რაც მათთვის ყველაზე მოწყვლადია. დავუპირისპიროთ მათ, რომ ეს ფაქტები. ამაზე აბა რა ხდება? ამაზე რა გააკეთეთ? იმიტომ რომ კობახიძეს ხო ესაუბრს ახლა იმედის და რუსთავიორის დებატებში არგუმენტები. აი არგუმენტები აქეთ იმდენი გვაქვს, უბრალოდ ამას ხშირად არ ვაკეთებთ ჩვენ და ეს უნდა გავაკეთოთ. ხო და მაშინ აი ეს თემა რო ამოვწუროთ, პოლიციელები და სამართალდამცავების თემა, აი ჩვენ ვხედავთ ძალიან კარგად როგორ მუშაობს შიგნი პროპაგანდა. და აი ეს მინდა რომ უფრო შიგნიდან დამანახო, რატო არის ასე წარმატებული პროპაგანდა შიგნით, როგორ ამუშავებენ ამ პოლიციის თანამშრომლებს, განსაკუთრებით GDD-ს თანამშრომლებს, იმიტომ რომ ამას ჩემი ახლობელი მეუბნებოდა, რომ GDD-ს თანამშრომლები არიან მისი სოფლიდან და აი ეს ანუ არა მარტო ისინი, არამედ მისი მშობლებიც ამბობენ, რომ ეხა ომი რო დაიწყო, ჩვენ შვილებს გაუშვებენ ომში და აი ეს LGBT ხალხი ცოტა უფრო უცენზუროდ მოიხსენიებენ, რასაკვირველია, დაიმალებიან. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული გამჭოლი პროპაგანდა სამართალდამცავ უწყებებში, განსაკუთრებით GDD-ში, ანუ განსაკუთრებით იმ სტრუქტურებში, შიდა სტრუქტურებში, რომელიც წარმოადგენს კუნთებს, ანუ რომელიც ჭირდება დემონსტრანტების წინააღმდეგ რეჟიმს. აი როგორ ხდება ამ ტვინების გამორეცხვა ამ პროპაგანდით და თვითონ შიგნით, სტრუქტურის შიგნით დაწყებულ ამ პროპაგანდას როგორ შეგიძლია რომ დაუპირისპირდეთ, თქვა თუნდაც ამ გადაცემით, ხო? აი რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ამ ხალხს აუხსნა გასაგებ ენაზე, რომ უბრალოდ ატყუებენ, თუ არის ამისი საერთოდ შესაძლებლობა, რომ ეს გააგებინო? ძალიან კარგ საკითხს შეეხეთ. კარგს კი არა, უმნიშვნელოვანეს საკითხს შეეხება. სტრატკომი, ანუ მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომი, სამინისტროების სტრატკომს აძლევს დავალებებს, რა მესიჯ ბოქსები უნდა გავრცელდეს. ანუ მესიჯ ბოქსები როგორ ხდება ამათი გავრცელება? ეხლა იბარებენ, ელაპარაკებიან, თქვათ თუ რაღაცა სიგარეტის მოწევის დროს, ყავის დალევის დროს.
ჩატები, ანუ ერთი ჩატებში ხდება გავრცელება, მერე თათბირებზე ხდება, მერე შეკრებებზე ხდება, მერე არის ეგრეთ წოდებული ადგილები, დაუშვათ თლიანად სისტემაში სხვადასხვა ადგილები, სადაც ანუ მოსაწევი ადგილი დავარქვათ, ხო? სადაც ასე თქვა, თავისუფალ დროს იკრიბებიან და თან ეწევიან, თან საუბრობენ, თან ყავით ხელში დგანან ხოლმე. იქ არის სპეციალური პიროვნებები არიან შერჩეული, ესეთები, რომლებიც შედიან ამ ასე თქვა წრეში და ჩააგდებენ, ჩააწვეთებენ, ის შეიძლება მოტრიალდეს, მერე გავიდეს, მაგრამ დატოვებს, ანუ ესე თქვა, მისცემს სასაუბრო თემას და ამაზე მერე როგორ უნდა გავრცელდეს და ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც მუშაობს ქართული ოცნება, ну ბუნებრივია რუსების დახმარებით. აი რაც დღეს გვაქვს, ხო? როგორი რეალობა მივიღეთ. ესე იგი, რუსეთის მიმართ არის შექმნილი, რუსეთი არის ძლიერი სახელმწიფო, რუსეთმა საქართველოს არაერთხელ დაიპყრო, რუსეთმა საქართველოს მოსახლეობა არაერთხელ აწამა, დაახვრიტა და ასე შემდეგ და ბოლოს 2008 წელი იყო, მაგრამ რუსეთი მაინც საშიშია და რუსეთმა რომ ჩვენ არ დაგვბომბოს და არ დაგვიპყროს, ამიტომ ბაბაია უნდა ვეძახოთ. ნუ ამისთვის განსაკუთრებით პოზიტივის და ნავშიმჯდომი შეურაცხადი რო არის. უცნობი, ხო? იმას იყენებენ, ანუ პროპაგანდის დონეზე, ხო? ანუ რასაწვევიან? აი ისტორიულად რო ავიღოთ ჩვენ დასავლეთის ქვეყნები, ამერიკა ყოველთვის იყვნენ ჩვენი მეგობრები. ყოველთვის. არათუ მეგობრები იყვნენ 90-იან წლებში ამერიკულმა ჰუმანიტარულმა დახმარებებმა გადაარჩინა ვიტყოდი საქართველოს. რო შემოდე, იმიტომ რომ მე ვიყავი მაშინ სოფელში სკოლის მოსწავლე ბავშვი, რომელიც ვიზრდებოდი ერთ-ერთ უკიდურესად, ანუ გვიჭირდა ძალიან ოჯახში და ანუ ჩემი მშობლები იღებდნენ იმ პერიოდში, არ იგებდნენ იქ სხვადასხვა, რავი, შედიოდა და მახსოვს რძის ფხვნილიც კი იყო მაშინ, რო არ იგებდნენ, ხო? ანუ ამ დასავლეთს და ამერიკას ჩვენს წინააღმდეგ სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებიათ და ანუ არასდროს მათ ჩვენთვის არც ბომბები ჩამოუგდიათ და არც იარაღი უსვრიათ, ხო? და ანუ რუსული პროპაგანდა როგორ მუშაობს? ესე იგი, რუსეთი კი მტერია, მაგრამ რუსეთმა შეიძლება დაგვბომბოს, ამიტომ ბაბაია დაუძახოთ და ამერიკა და დასავლეთი ბოდიში ამ სიტყვის ხმარებისთვის სირებს ეძახიან. კიდევ უფრო ბინძურ სიტყვებს ეძახიან. შიგნით ასე მოიხსენიებენ? შიგნით შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალი თანამდებობის პირები ელჩებს აგინებდნენ. და ამისი დამადასტურებელი დოკუმენტები მაქვს მე. აუდიო ჩანაწერები მაქვს ამისი, როგორ აგინებდნენ მათ შორის ამერიკის ელჩს, მათ შორის ევროკავშირის ელჩს და ასე შემდეგ. და რა იყო გინების მიზეზი? გინების მიზეზი ზუსტად ეს არის, რომ უნდა აგინო ელჩს შენს თანამშრომელთან, რომ შენს თანამშრომელს მის მიმართ პატივისცემა დაუკარგო, მოუსპო, ხდები? და უნდა ელაპარაკო, რომ აი რუსეთი ამათი ბილდსიტყვაობით, ანუ ესენი ჩვენ გვაიძულებენ, რომ ჩვენ ომში ჩაგვითრიონ. ანუ პროპაგანდა როგორ მუშაობს? აი ირანში რაც ხდება, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა, როგორ მუშაობს ტერორისტული ორგანიზაციების პროპაგანდა. ის კი არა, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ქმნიდით ტერორისტულ ორგანიზაციებს, ვაფინანსებდით ჩრდილოვან ტერორისტულ დაჯგუფებებს, ირანში, თეირანში, ბოლო მოვლენებში 10,000-ობით ადამიანი ქუჩაში დახვრიტეს და ამაზე არაბის რეაქცია არ აქვს და ამერიკა და ისრაელი თურმე ბომბებით ბავშვებს ხოცავს. ანუ პროპაგანდა, ხვდებით როგორ მუშაობს? ანუ პირობითად რომ ხვალე მოგიტრიალდე შენ ამერიკა ან ევროპა და რაღაცა სხვანაირად დაგელაპარაკოს. ანუ იმას კი არ იტყვია რომ ჩვენ წლების განმავლობაში ამ ხალხს, რომელიც გვაჭმევდა, გვასმევდა სახელმწიფო ინსტიტუციები აგვიწყო, საგანმანათლებლო სისტემა გაგვიმართა, თუ კი ვინმე არის დღეს ქოცებში მაღალი თანამდებობის პირი, ყველამ დასავლეთში განათლება მიიღო და მოგცა ამის შესაძლებლობა. ანუ ამას კი არ იტყვიან. ესენიო ჩვენი მტრები არიან, ჩვენი დაპყრობა უნდათო. ხვდებით, ანუ პროპაგანდა მუშაობს სხვანაირად. და აი ერთი კითხვა მინდა დაგისვა, აი შიგნი როცა იყავი და ჩვენ თანამშრომლებთან ქონდა ეს მუდმივი კომუნიკაცია, ხო, მათ შორის სიგარეტის მოწევის დროსაც. აი პროცენტულად რამდენჯეროდა გულწრფელად ამის და იყვნენ თუ არა ადამიანები, რომლებიც ამ პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, ზეწოლის მიუხედავად მაინც ინარჩუნებდნენ საღაზრს, ინარჩუნებდნენ და ალბათ ინარჩუნებენ დღესაც. სამწუხაროდ არის გარკვეული კატეგორია, რომლებსაც ჯერა რომ პირობითად
ჰომოსექსუალმა ადამიანმა რომ ხელი ჩამოართვა, შეიძლება ის გახდეს ჰომოსექსუალი, ოღონდ გულწრფელად. გულწრფელად ჯერად ამის. გულწრფელად ჯერად. კი. ოღონდ ეს ჩვენ არ უნდა დავაიგნოროთ. ანუ კატეგორიებად უნდა დაიყოს, სეგმენტიზაცია უნდა მოხდეს ადამიანების და ამ ადამიანს, რომელსაც ამისი მართლა სჯერა, ამ ადამიანთან წარმოუდგენელი არის რაიმე, ყოველ შემთხვევისათვის ამ მეთოდოლოგიით ამ ადამიანებთან მუშაობა წარმოუდგენელია, რაღაცა სხვა მეთოდოლოგია არის შესამუშავებელი. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, პროცენტული წილი მოდის, რომლებიც იციან, რომ აბსოლუტურ იდიოტობას საუბრობენ, იციან, რომ წმინდა წყლის პროპაგანდა საუბრობენ, მაგრამ მიზანმიმართულად საუბრობენ, მიზანმიმართულად ავრცელებენ ამ პროპაგანდას. მიზანმიმართულად, იციან, მაგრამ მაინც აკეთებენ. ეს არის უმრავლესობა, ხო? ეს არის უმრავლესობა. და ვინმე არის ისეთი, ვინც წინააღმდეგობას უწევს ამას? არა, არიან ადამიანები, რა თქმა უნდა, რომ ეხლა ეცინებათ ამ ყველაფერს უბრალოდ, რადგანაც ეხლა ის ადამიანი არ საუბრობს, ან ამას პირობითად არ ეკამათება და დისკუსიაში არ შედის. დისკუსიაში და კამათში რომ შევიდეს ადამიანი, ხო? ის ადამიანი პირდაპირ უკვე დაიდენტიფიცირებული არის როგორც მათი მოწინააღმდეგე. იმიტომ რომ 2023 წლის თუ 2024 წლის გაზაფხულზე თქვა პაპუაშვილმა, თუ არ ვწდები, რომ ჩვენ რეესტრს ვაკეთებთო ადამიანების, რა იგულისხმება, ხო? ოღონდ მართლა გააკეთეს ეს რეესტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცალკეული ქვედანაყოფის შექმნეს და ამაზე მე ჩვენ იმ გადაცემებში შეგვიძლია ჩემ მეგობართან ერთად ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ, ხო? რეესტრი გააკეთეს, რა დონეზე გააკეთეს რეესტრი? სოციალურ ქსელებში ლაიქების დონეზე რეესტრი გააკეთეს. ესეთი ადამიანები, ვინც ასეთ საუბარში წინააღმდეგობას უწევდა, დისკუსიაში შედიოდა, რომ დააიდენტიფიცირონ, ვინ არის ის პერსონები, ვინ შეიძლება მათი იდეოლოგიის გამტარი არ იყოს. და თამაშობდეს ბჭყალებში, რომ ეს ადამიანები ან სამსახურებიდან მოიშორონ, ან ადამიანების წინააღმდეგ გარკვეული კომპრომეტების შექმნა, რომ შემდგომ ეს ადამიანები გააჩვენონ და ასე შემდეგ. უზარმაზარი მექანიზმი არის, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ვებრძვით არა ერთ პერსონას დავუშვათ, ხო, ბოროტებისას, რომელიც ჭორვილაში ზის, არამედ ჩვენ ვებრძვით უზარმაზარ სახელმწიფო ბოროტ მექანიზმს და ამ მექანიზმის წინააღმდეგ თანმიმდევრული, გააზრებული, გაანალიზებული ნაბიჯები არის გადასადგმელი. შესაფასებელი პირველ რიგში და სწორი გეგმა შესამუშავებელი, რომ როგორ უნდა მივიდეთ, რა უნდა გავაკეთოთ. და ამისთვის არსებობს, ჩვენ არ გვაქვს სივრცე ჩახერგილი, ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ თქვათ, რომ გამოუვალ მდგომარეობა, არა გვაქვს გამოუვალი მდგომარეობა. უბრალოდ ამას სჭირდება გააზრება, ამას სჭირდება უფრო მეტი მოტივაცია, ამას სჭირდება უფრო მეტი სამშობლოს მიმართ სიყვარული და პირადი ამბიციების გვერდით გადადება და ასე შემდეგ და მიმაჩნია, რომ და მჯერა, რომ რაღაც გარკვეულ შედეგებს ჩვენ გავართ. ხო, მოკლედ, ეხლა უნდა გადავიდეთ ირანის თემაზე და ირანის ძალიან სახიფათო გავლენებზე, რაც ძალიან კარგად გაქვს დამუშავებული, ხო შევხედავთ ამ სქემების დონეზე. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ფაქტები ჩამოწერა ბექა კობახიძემ, ისტორიკოსია და ასე ვთქვათ, მოდი ეს ფაქტები გავიხსენოთ. მარნეულში ფუნქციონირებს ირანიდან დაფინანსებული ისლამისტების ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი. იხურება ილიაუნი და ფაქტობრივად სოხუმის უნივერსიტეტიც. ირანის სელჩოს კიბეებზე რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე სავარაუდოდ ზემოხსენებული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ნაყოფები, კურსდამთავრებულები, იდგნენ ტრანსპარანტებით. ხამენეი მზად ვართ ბრძანების შესასრულებლად. ძალიან პრობლემური რამ. არანაირი პრობლემა ამ ხალხს არ შექმნია, როგორც ჩანს, ქოცები მათში უცხო ქვეყნის აგენტებს ვერ ხედავენ და არც საქართველოს უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეს იმჩნევენ. რუსთაველის გამზირზე ტროტუარზე დგომისთვის ხალხს იჭერენ და აგენტებად აცხადებენ. ქართველთა ირანში დეპორტაციის 410 წლის თავის აღნიშნულ საზეიმო საღამოზე მივიდნენ, სიტყვით გამოვიდნენ, მანამდე ჰამასის წევრებთან ერთად ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე იყვნენ, კიდევ უფრო მანამდე თემურ ლენგის მემორიალს მიაგეს პატივი უზბეკეთში. მეორე მხრივ 1921 წლის ხსოვნა გაიგდეს ფეხქვეშ, მარო მაყაშვილი მოკლა საქართველოს მთავრობამ, კვინიტაძე მთაწმინდიდან არის დასაგორებელი, ესეთი რამეც ითქვა, მარო მაყაშვილის სურათების დახახავება ხდება და მრავალი სხვა. მოკლედ, ეს არის ფაქტები, რაც მოხდა.
ეხლა ჩვენ უნდა გავარკვიოთ ის, ანუ ყოველ შემთხვევაში შევეცადოთ გავარკვიოთ ის, რაც ხდება ამ ირანულ გავლენებთან დაკავშირებით. ეს არის რაღაც მიზანმიმართული დიდი პოლიტიკის ნაწილი, რა ასე ვთქვათ, ვალი აქვს ივანიშვილს ამ აიათოლების. ირანთან მიმართება ეს საკითხი ძალიან ვრცელია და ბექამ რაც თქვა აბსოლუტურად ვიზიარებ და ვეთანხმები, მაგრამ მე მაგალითად ნამუშევარი მაქვს დოკუმენტის დონეზე, კვლევის დონეზე, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოში და ეს შემიძლია რომ გაგიზიარო. მაგრამ ამის გარდა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის, რომ ამ ფონზე რატომღაც ძალიან ცოტა ადამიანმა მიაქცია ყურადღება იმას, რომ საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსებული სიპი, რომელიც არის სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ, რა განცხადებები გაავრცელა ირანის ტერორისტი სულიერი ლიდერის და მისი სისხლიანი რეჟიმის მკვლელობაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაბომბა. ანუ ეს არის ჩემთვის ეს გახდა კვლევის საგანი და ამის ირგვლივ შემიძლია რომ გაგიზიარო და რო ჩავიხედე ეს კატასტროფა არის. ანუ ეს სიღრმისეულად მე არ ვიცოდი და არც არანაირი დოკუმენტი არ დევს. მიუხედავად იმისა, რომ აი ბოლო პერიოდში დაიდო უკვე თინა ხიდაშელმა და გიორგი კანდელაკმა ძალიან კარგი და შესანიშნავი დოკუმენტები შეიქმნა, ну მანამდე არის. ხო, ჰადსონის ინსტიტუტთან ითანამშრომლა გიორგი კანდელაკმა, თანაავტორია იმ კვლევის, რომელიც უკვე ატვირთულია კონგრესის საიტზეც და კონგრესის განხილვაც იქნება ამ თემასთან დაკავშირებით. მე შენ გამოგიგზავნი აი ამ დოკუმენტს და მე ამ ჩვენი ასე ვთქვათ საუბრის პარალელურად შეგიძლიათ შენს მაყურებელს ვიზუალიზაცია აჩვენო, რას ვსაუბრობ, ანუ რასაც ვსაუბრობ და მე შენთან რასაც ვისაუბრებ, ეს არ არის რაღაცა ჩემი შეხედულებები და ვარაუდები. ეს არის ფაქტები, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. პირველი ვისაუბროთ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოზე. ვინ არის ეს? ხო, ანუ 10 დამფუძნებელი ყავს ამ სამმართველოს, მუსლიმთა სამმართველოს და ამ სამმართველოს შემადგენლობაში შემავალი პირებს რა კავშირი აქვთ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტთან. როგორ არიან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული? ყველაზე მნიშვნელოვანი და სანამ გადავალთ აი ამ გვარებზე და აი ამ სქემებზე და რა ვალი აქვთ, მე უკვე მოსაზრება შემიძლია ამისი ჩემი გაგიზიაროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და აქ არ უნდა მოხდეს, ანუ რასაც ქართული ოცნების პროპაგანდა შეეცდება, ანუ ქართველების და ეთნიკურად მცხოვრები აზერბაიჯანელები იქნებიან ირანელები ამათ დაპირისპირებას. ეს ისტორიულად მოგდევს ჩვენ მე-12 საუკუნიდან. ანუ მე-12 საუკუნიდან, როცა დავით აღმაშენებელმა 1022 წელს თბილისი აიღო და ბრძანება გასცა, რომ ხელშეუხებელი ყოფილიყო ყველა ის მეჩეთი, რომელიც მას თბილისში დახვდა, იმ პერიოდიდან მოყოლებული ჩვენ მუსლიმებთან ერთად თანაცხოვრების უდიდესი ისტორია გვაქვს შექმნილი და ეს არ უნდა აგვერიოს რადიკალიზმში და ექსტრემიზმში. გასაკვირველია, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად. საქართველოს მუსლიმთა სამმართველო და აი ეს ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი საქართველოში ახორციელებს. ეს გასამიჯნი არის. მე მყავს ეკა ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ქისტი მეგობრები მყავს. ანუ ნამყოფი ვარ პანკისის ხეობაშიც, ოჯახში მათთან, მარნეულშიც, გარდაბანშიც, ბოლნისშიც ვარ მათ ჩასული. ანუ რა ვიცი, სამაგალითო მეგობრობა, სამაგალითო ქართველები, ანუ სამაგალითო საქართველოს მოქალაქეები არიან, მინდა გითხრათ, ხდები და ანუ ქართული ოცნება აი ამ პროპაგანდით პირიქით ამის გახლეჩვას ცდილობს და დაპირისპირებას. რათა აი ეს რადიკალიზმი და ექსტრემიზმი, რომელსაც ახორციელებს და ხელს უწყობს და მე გეტყვით რატომ უწყობს ხელს. აი ამას აკეთებს. ხო, მაშინ გადავიდეთ საქმეზე. სეკულარულ სახელმწიფოში, ხო, ანუ აყვეხოლის თქმა მინდოდა, ყველა ადამიანს აქვს ლოცვის უფლება, მაგრამ ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აი ჩვენი გადასახედებიდან ფინანსდება, ოფიციალური განცხადებებით, ცხარე ცრემლებით გლოვობს ტირანს და მის ტირანიას. ანუ ჩვენ ვუხდით ფულს ორგანიზაციას და ხელფასებს უხდით და ის ადამიანები გამოდიან და ხამენეის
პირდაპირ ეთერში გლოვობენ. და ამაზე რეაქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს და იბარებს თინა ხიდაშვილს, გიორგი კანდელაკს, გივით არგამაწეს და ასე შემდეგ და ყველას ვის რა ვიცი, ალბათ ხვალე ჩემს ახალ გამოძიებას დაიწყებენ და სისხლის ამბავს. კი, დარწმუნებული ვარ, ამასთან დაკავშირებით ჩვენზეც ახალ გამოძიებას დაიწყებენ. ხო, ანუ რა მინდა ეხლა ანუ ვინები არიან ეს ადამიანები? ანუ ამ მუსლიმთა სამმართველოში არის ესეთი ფაიგ ნაბიევი პიროვნება, რომელიც მერე დაკავშირებული არის რახიდ ქერიმოვთან. ეს რახიდ ქერიმოვი არის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ერთ-ერთი წევრი, ანუ დამფუძნებელი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვინ არის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის აღმასრულებელი ბორდის დირექტორი. ეს არის დევიდ ზარე, რომელიც არის ყუმში ამ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ერთ-ერთი გავლენიანი პირი, რომელსაც და ყუმში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი რას აკეთებს, ყველა ვიცით, ანუ დასანქცირებული ყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, გერმანიას, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს და ფილიალები აქვს მოდებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. და რა არის მათი ძირითადი იდეოლოგია, ხო? ექსტრემიზმი და რადიკალიზმი. იმიტომ რომ საქართველოში შექმნეს ფილიალები, სადაც ყვირიან სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს. ის ადამიანიც ის ეთნიკურად ქართველი თუ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და საქართველოს მოქალაქე, რომელიც დააკავეს კვიპროსში ამერიკული ხომალდის კრეტას კუნძულზე, ხო? თუ სწორად. ხო, კრეტაზე დააკავეს, კი, ჯაშუშობისთვის. ანუ არის ამ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის გამოვლილი, ხო? ანუ ამ იდეოლოგიის გამოვლილი. ამაზე ძალიან კარგი გამოძიება ქონდა მონიტორს და შეგვიძლია პატარა ნაწყვეტით ვაჩვენოთ. ირანის სპეცსამსახურების სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 35 წლის მამაკაცი სამირ გ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. ის მარნეულში ერთ-ერთ მედრესეში სწავლობდა. შემდეგ 2 წელი ირანში ქალაქ ხუმში გაიღრმავა რელიგიური განათლება. მას საქართველოში ბიზნესიც ჰქონდა ირანის მოქალაქესთან ერთად. გარდაბანსა და თბილისში ირანიდან შემოტანილ მარილს ყიდდა. საბერძნეთის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით მამაკაცი 5 თებერვალს ჩაფრინდა გერმანიიდან და მაშინვე კუნძულ კრეტისკენ გაემართა. კრეტაზე ხმელთაშუა ზღვაში ნატოს ერთ-ერთი უმსხვილესი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საზღვაო ბაზა მდებარეობს. ეს არის ერთადერთი საზღვაო ბაზა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტის ავიამზიდებს პირდაპირ ნავსადგომთან შეუძლიათ გაჩერება და შესაბამისი მომსახურების მიღება. ვიტყვი, რომ ბევრმა იცის, ხა შეიძლება სახელი და გვარი ნაცნობი არ იყოს, მასი ჰალინეჯადი, ყველა მიცის სახეზე, ბევრმა იცის ყოველ შემთხვევაში, ეს არის ძალიან ცნობილი აქტივისტი და ჟურნალისტი, ირანელი, რომელიც ახლა ცხოვრობს ამერიკაში და მისი მკვლელობის მცდელობა იყო, რომელიც აღკვეთეს ამერიკელმა სამართალდამცავებმა და დააკავეს ფოლად ომაროვი, ასევე დმანისელი, საქართველოს მოქალაქე, როგორც ერთ-ერთი მონაწილე ამ მკვლელობის დაგეგმვისა. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ფაქტიც გავიხსენოთ. ეგ აი სანამ ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ზოგადად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ვისაუბრებ, აი მინდა რომ მე ეკრანზე აჩვენო ის სქემა, რომელსაც გამოგიგზავნი ამ მუსლიმთა სამმართველოს. ხო, ესენი, ხო? 4 ძირითადი ფიგურა ამოვიღე. ეს არის ფაიგ ნაბიევი, ჰუსეინ იუსუბოვი, ემილ ოჩთახულოვი, ეტიბარ ემინოვი და აზერ სულეიმანოვი. აქედან ორი პიროვნება, ეტიბარ ემინოვი და ფაიგ ნაბიევი, ძალიან ხშირად არიან, ასე ვთქვათ, შეკრებებზე. მე ამათი სასულელო რეგალიები არ ვიცი სამწუხაროდ, ანუ ფაიგ ნაბიევის ვიცი რომ შეიხი არის მოხსენებული ერთ-ერთ მათსაიძე, მაგრამ ანუ სასულელოდ რა რეგალიები აქვს არ ვიცი, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ამათ ირგვლივ რა კომპანიები არის, ამათ ირგვლივ რა ორგანიზაციები არის შექმნილი. მათ შორის მე ეს ფაიგ ნაბიევი როგორ არის რახიდ კერიმოვის გავლით ერთ-ერთი შეპესეთი დაკავშირებული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტთან და ანუ პრობლემას მე აქ სავხედავ, ანუ რატო არის ამდენი ფონდი,
რატო არის ამდენი NGO და რატო არის ამდენი შეპესე შექმნილი. რომ ეს მე მიჩენს სრულიად საფუძვლიან და გონივრულ ეჭვს, რომ ესენი არის ორგანიზაციები, რომლის გავლითაც ხდება ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება. ანუ ირანიდან საქართველოში კონკრეტული მიზნებისათვის, კონკრეტული მისიებისთვის. იმიტომ რომ ფონდი არის და ეს შეპესი არის ის შესაძლებლობა და ამდენი იმიტომ აქვს შექმნილი, რომ არ მოხდეს ერთიანად ძალიან დიდი თანხების ჩარიცხვა და ჩემი ვარაუდით ამ თანხებს დაუშვათ ყოფენ სხვადასხვა ციფრი პირობითად, რავი შეიძლება 100,000 გაყონა 10-ზე და $10,000 ჩარიცხო. ანუ მაშინ როდესაც ხელისუფლება მიიღო აგენტების შესახებ კანონი. მაშინ როდესაც ხელისუფლება ებრძვის ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იცავდნენ შიშმ პირისუფლებებს, იცავდნენ გარემოს დაცვას, იცავდნენ და აკეთებდნენ განათლებას საქართველოში. მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუციებს უმართავდნენ ტექნიკურ სერვისებს და გადამზადებას პერსონალისას. ამ ადამიანებს აგენტები დაარქვეს, ეს ორგანიზაციები დახურეს იმ მიზნით, რომ გაუმჭვირვალე არისო. აი რაც ეხლა დაუშვათ ბოლო პერიოდში. აი ამ ირანის ირგვლივ პროცესები განვითარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება თუ დაიწყო ამ ორგანიზაციების, ამ ორგანიზაციული ქსელების ირგვლივ, ამ ორგანიზაციებში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებაზე, საიდან არის, რა თანხები არის, ოღონდ გამოძიება ისი არა ეკა, როგორც დაუშვათ ქიმიური მოწამვლის საქმე გამოიძიეს 4 დღეში. ანუ გამოძიებაში მე გულისხმობ, რომ ანუ ეს უნდა იყოს საჯარო, ხდებით? ანუ ამათი ფინანსური ტრანზაქციები, ანუ საზოგადოება, ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენ ფულს ვიხდით, გადასახადების გადამხდელები ვართ, ხდებით? და ვალდებული არის სახელმწიფო, რომ ჩვენს მიმართ იყოს ანგარიშვალდებული და წარმოგვიდგინოს ყველა ის მტკიცებულება და ყველა ის აგამოძიებო მასალა, რომელსაც ამის ირგვლივ ჩაატარებს. ანუ მარტო თინა ხიდაშელის ორგანიზაციიდან კი არ მოიღონ და დაუშვათ გიორგი კანდელაკისგან, ან დაუშვათ გივი თარგამაძის რაღაცა პირადი იმისა ქვია მობილურიდან თუ ასე შემდეგ. ანუ ამ ორგანიზაციებში ჩაატარო კვლევა, ხდებით რაში არის საუბარი. და რატო არ აკეთებს ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ნაწილში. ანუ ეს ხო ერთგვარად ხელშეწყობა არის საქართველოში რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით. ანუ თავის მხრივ ანუ სახელმწიფოს უმოქმედობა თავის მხრივ ხო გულისხმობს, რომ უწყობს ხელს რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის გავრცელებას. და ჩემი აზრით, ვაშინგტონში და ლენგლისში ძალიან კარგად იციან ის, რომ სახელმწიფო დაკარგული აქვს ყველანაირი მართვის მექანიზმები, არათუ გამოავლინოს, ანუ უკვე ჩემი აზრით ინფილტრაცია არის მომხდარი უცხოური სპეცსამსახურების მხრიდან და ფიზიკურად აღარ აქვს რესურსი დღევანდელ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რაიმე გავლენა მოახდინოს ამ პროცესების შესაჩერებლად. აი რო თქვი, რომ მეთქი ბერო კითხვა დაუსვი და ეს კითხვა მართლა ტრიალებს ჰაერში. მეც ფიქრობ ამაზე, ჩემ გარშემო ძალიან კომპეტენტური ხალხი ფიქრობს ამაზე. რა ვალი აქვს ასეთი ივანიშვილს აიათოლების ირანის კიდე ერთხელ ვამბობ რაღაცა საელჩოს ხალხის ევაკუაციაც არ მოუხდენია ამ ჯოჯოხეთური ომის პირობებში და ეს ხალხი რატომ არის იქ ჩარჩენილი არავინ არ იცის. მოკლედ რაღაცა არის რაც ზუსტად არ ვიცით. რა შეიძლება ეს იყოს? ეკა არის კიდევ ერთი ესეთი სიპი რომელიც არის შექმნილი სახელმწიფო ადმინისტრაციის ანუ მთავრობის მიერ და ინგოროყვაზე მთავრობის ადმინისტრაციაში აქვს ოფისი, ეს არის ზაზა ვაშაყმაძე და ამ სიპს ქვია რელიგიისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. ზაზა ვაშაყმაძე არის ამ სააგენტოს თავმჯდომარე. აი რო შეხვიდეთ დღესაც მის ოფიციალურ ვებ გვერდზე, დღესაც კი იძებნება ფოტოები უამრავი, რომელიც ასახავს მის მოგზაურობას აზერბაიჯანში, ასახავს ანუ აზერბაიჯანში ნეგატიურად კი არა, აზერბაიჯანში ჩადის, სადაც ხდება აილათოლა ხომეინის წარმომადგენლებს და ჩადიოდა წელიწადში არა რამდენჯერმე ირანში ყუმში, ქალაქ ყუმში, იმ შენობაში, რომელიც დღეს განადგურებული არის და ამ კაცს ვაშაყმაძეს ირანელებთან ფოტოები ვისთანაც გადაღებული აქვს. სხვათა შორის ვეძებდი მაგას, მე მგონი 90%-ზე მეტი ყველა ლიკვიდირებული არის, დღეს ცოცხალი არავინ აღარ არის. ანუ ამაზე აი
პრობლემა საიდან დავიწყოთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს გარკვეულ დავალებებს. ანუ ეს ხო არ ჩადის ამის ინტერესი ხო თქვენ ხო მაინც გჯერათ რომ ვაშაყმაძეს ან იმ რელიგიურ საკითხთა სამართლოს ან იმ დანარჩენი პირების ინტერესი, რაიმე ინტეგრაცია, მუსლიმური თემის განვითარება და ასე შემდეგ არ არის. ჩემი აზრით აქ არის ორი ინტერესი, რაც შეიძლება ქონდეს სახელმწიფოს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი და დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, ეს არის არჩევნებში ამ ხალხის გამოყენება. ყველა არჩევნების წინ მარნეულში, გარდაბანში, ბოლნისში ჩამოდიან ეს ეგრეთ წოდებული შეიხები და ეს ეგრეთ წოდებული, ანუ ეგრეთ წოდებულს იმიტომ ვიძახი, რომ სახელი მათი რეგალიების არ ვიცი, მოლები, რომლებიც იდეოლოგიურად ამუშავებენ მოსახლეობას, რომ კაფიოთ მხარი დაუჭირონ ქართულ ოცნებას. ყველა არჩევნების წინ. არის პირველი ამათი, ანუ სახელმწიფო ამათ იმიტომ აძლევს ამდენ თავისუფლებას, მოქმედების თავისუფლებას, რომ სახელმწიფო ამათ წინაშე დაბალდებულია არჩევნებში სერიოზული ხმების კონტრიბუციის მიღებით, რომელსაც იღებენ ეთნიკური აზერბაიჯანელების მხრიდან. და ანუ თქვენ რომ გაიკითხოთ მარნეულში, აი ესეთ მუნიციპალიტეტებში ძალიან დიდი ელექტორატი ყავს, ასე ვთქვათ, ეთნიკურ აზერბაიჯანელს ამომრჩევლის ნაწილში. ანუ ძალიან დიდი პროცენტული წილი და გარდამტეხი წკიში აქვს. ამიტომ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს. მეორე, ეს არის 2022 წლის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადა მასირებული სანქციები, საქართველო გახდა ერთგვარი დერეფანი ირანიდან რუსეთში და რუსეთიდან ირანში ტვირთების ტრანზაქციისთვის. ანუ ეს ტვირთები შეიძლება იყოს პირობითად დაწყებული, პირობითად როგორც დაუშვათ რაღაცა ელექტრონული მოწყობილობა, დაუშვათ ან ნარკოტიკი, ან რაღაცა ქიმიური ნივთიერება. ასევე შეიძლება იყოს ლითონები, პირობითად ეს შეიძლება იყოს რკინის მადანი, რომელიც პორტით შემოდიოდეს, მერე ხდებოდეს საქართველოში სახელის შეცვლა, საბუთების შეცვლა და ისე იგზავნებოდეს ამ პირიქით. ანუ ეს არის რის სარგებელსაც ამის სანაცვლოდ ქართული ოცნების ხელისუფლება იღებს. შეიძლება კიდე იყოს რაღაცა საკვანძო საკითხები და უფრო კონკრეტული და დავიწროებული, მაგრამ ძირითადი აი ეს ორი არის, რის გამოც ამ ყველაფერზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხუჭავს თვალს, არაფერს არ აკეთებს, სამაგიეროდ ნებისმიერ პირს, რომელიც ამის შესახებ ხმამაღლა იტყვის, რომელიც ამაზე კვლევას ჩაატარებს, ჟურნალისტურ გამოძიებას ჩაატარებს, თუ ნებისმიერ რაღაცას და ფაქტების კონსტატაციით მტკიცებულებების დონეზე წარადგენს, იმ ადამიანების მიმართ იწყება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დევნა. და სხვათა შორის ეს საკითხი მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტშიც არის მოხსენიებული, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც კი მთავრობას აკრიტიკებს, მის მიმართ ან ხდება ფიზიკური ანგარიშსწორება, ან ხდება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. რატომ? იმიტომ რომ გააჩუმო. ხდებით, ანუ თავარი მათი მოტივი არის ის, რომ გააჩუმონ. ანუ ჩემს წინააღმდეგაც კიდევ ერთხელ ჩემს პოპულარიზაციას კი არ ვახდე, უბრალოდ რომ პარალელი გავაბლო. რატომ მოხდა? იმიტომ რომ სხვა ადამიანმა არ აღმოიღოს ხმა, ხდები? ანუ სხვა ადამიანს შეეშინდეს, სხვა მაღარ გაბედოს, სხვა მაღარ გადადგას და ჩვენ არ უნდა დავნებდეთ პირიქით. უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. და ბოლო კითხვა, აი ხომ არიცი, როდის შეიძლება განიხილოს კონგრესმა ეს თემა, ირანული გავლენები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ხა ამერიკისთვის ეს თემა საქართველოში, აი და რა შეიძლება მოყვეს ამას თეორიულად. აი ეს რაც თქვენთან ვისაუბრე, ეს საკითხი მე ჩემი არხებით კონგრესში წარდგენილი მაქვს. მე ვიცი რომ კონგრესში გაგზავნილი არის ჰაცონის ეს დასკვნა, რომელიც ძალიან ვრცელი არის და კიდევ უფრო ამომწურავი არის თავისი მიმართულებით. და ვიცით რომ უახლოეს პერიოდში არის მოლოდინი, რომ ეს საკითხი ძალიან კაფიოთ უკვე კონკრეტულად მოსმენა მიეძღვნას ამ საკითხს, ანუ ირანული მზარდი გავლენები საქართველოში.
დაახლოებით აი ესე თემა იქნება და ქართულ ოცნებას ამის მიმართ აქვს პანიკური შიში, იმიტომ რომ შიში აქვს ორი მიზნით, იმიტომ რომ ერთი რომ ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ დღეს ირანთან მიმართებით ომში არის ჩართული და პირდაპირ გამოუცხადა ომი ტერორისტულ ორგანიზაციას, ტერორისტულ რეჟიმს, იმ რეჟიმს, რომელსაც მასპინძლობს საქართველოში ქართული ოცნების ხელისუფლება და მაღალი თანამდებობის პირები და მეორე ანუ ოცნება აი ხო ნახეთ სასაცილოა უბრალოდ ვიღაცების ვიზიტი რო იყო კონგრესში რო იყვნენ ჩამოსულები ის შერაცხეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზების გარღვევად და აი ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვლაგდებით. ანუ მეც მინდა ყველას უნდა ანუ როგორ ნარატივს ქნიან, იცი რომ ჩვენ რომელიც დაუშვათ ასეთ საკითხებზე ვმუშაობთ, ხო? ჩვენ უბრალოდ საქართველოს მტრები ვართ. მე პირადად მინდა რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ისევ გააგრძელოს სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობა. იგივე დონეზე კი არა, უფრო მაღალ დონეზე. მე მინდა რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სავაჭრო თანამშრომლობა გააფორმოს. მე მინდა რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმაზე მეტი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწეროს ხელი საქართველოსთან, ვიდრე აქამდე ოდესმე მქონია და ზუსტად ეს არის პერსონალურად ჩემი პირადი ინტერესი, რომ ამას მივაღწიო ოღონდ არა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. ეს ძახილის ნიშანი და ძალიან მკაფიო. და ეს ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის, რომ ანუ ჩვენ ვახდენთ აქ ლუსტრირებას, ქართულ ოცნებას ვაშიშვლებთ ფაქტებით და არა ქართული ოცნება რომ ჩამოდის და საუბრობს, თქვენ როგორ ფიქრობთ? თავის სუპი ხრეპია ბაბლს, რომ აჯერებენ Deep State-ით და გლობალური ომის პარტიით. ვაშინგტონშიც მაგას ხო ვერ ისაუბრებენ ეკა. ეს ხო წარმოუდგენელია. ანუ ვაშინგტონში ხო ფაქტები და მტკიცებულებებით უნდა ისაუბრონ. და ის მტკიცებულებები და ფაქტები აქ რო ჩამოდიან, რომ დემოკრატიის ხარისხი მაღალია. ადამიანებს არ აწამებენ. არა აქვთ ირანული მზარდი გავლენები, არა აქვთ ჩინური მზარდი გავლენები, არა აქვთ რუსული სანქციონირებული ტვირთების გავლა, ისევე როგორც დაუშვათ ყულევის ნავთობ ტერმინალთან მიმართებაში. აი, ეგ გავხსნათ კიდე კარგად და ამით დავასრულოთ, ხო? ხო, ანუ რეალობა აქ სხვა არის, აქ ჩამოდიან და იხვეწებიან, ოღონდ არ დაგვასანქციროთ, ოღონდ არ გავწიროთ და რასაც გვეტყვით, ყველაფერს გავაკეთებთ და ზუსტად ეს არის შედეგი, ხო, აი იმედი და ყულებსაც იგივე არ გააკეთეს, რომ დადეს პირობა, რა ვიცი, ერთ ფეხზე დადგნენ კი არა, მუხლის ჩოქებზე დაუდგნენ, იმ ტექსტში ზუსტად ჩანდა ეს, რომ არ გავატარებთ სანქცირებულ ტვირთებს, ოღონდ სანქციები მოუხსენით ყულებს. დიახ და მე ჩემი ინფორმაციით ამაში ძალიან დიდი როლი შეასრულა იმან რომ ყულევის ნავთობ ტერმინალის უდიდესი ნაწილი არის სოკარის აზერბაიჯანული კომპანიის საკუთრება და ამან მოახდინა ყველაზე მეტი გავლენა. თუმცა ეს არ არის გადაზღვევა, რომ აზერბაიჯანული კომპანია და არა ქართული თუ დაუშვათ გააგრძელებს საქართველოს რუსული სანქცირებული ტვირთების გატარებას და თქვენ ხედავთ ანუ როგორც ამერიკას როგორი დამოკიდებულება აქვს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის მიმართ. შეუპოვარი ასე ვთქვათ, ხო? ანუ პირდაპირ აკავებენ გემებს აკავებენ და გადაყავთ ნავსადგომებში და უკვე ამ პროცესში ჩაერთო ძალიან მკაფიოდ ევროპაც. შვედეთმა დააკავა, საფრანგეთმა დააკავა. ანუ ამაზე აქვს ასე ვთქვათ რეაქცია და შენ დასავლეთ პარტნიორებს რომ ამაზე რეაქცია აქვს და შენ პირიქით ჩრდილოვანი ფლოტის ხელშეწყობას ახდენ და ამ სანქცირებული ტვირთების ანუ თან ასაკეთებენ ხო ანუ და ცნობილია რომელი გადამუშავება ყულებს არ აქვს მაგის რესურსი ამ ეტაპზე ტექნიკურადაც არც ფიზიკურად და არც ტექნიკურად ამ ეტაპზე ყულებს არ აქვს რომ იმ რაოდენობის ნედლი ნავთობი გადაამუშავოს შემოდის უბრალოდ ჩვეულებრივად გადამუშავებული ნავთობი ხდება ამ ნავთობის დოკუმენტების შეცვლა და ისევ გატარება ხო და ნახოთ შეასრულებს პირობას არ შეასრულებს პირობას არ ვიცი ეს გულწრფელად გითხრათ ჩემი ინტერესის სფერო არ არის ჩემი ინტერესის სფერო არის შემდეგი რომ პირველ რიგში მოხდეს ქართული ოცნების ლუსტრირება ყველგან სადაც ამას შევძლებთ და მეორე მოხდეს საქართველოს როგორც შესანიშნავი გეოგრაფიული არეალის მქონე ქვეყნის საქართველოს რომელიც უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყნის წარმოჩინება და დანახვება ჩვენი პარტნიორებისათვის რომ ჩვენთან თანამშრომლობა არის
მნიშვნელოვანი და ჩვენთან თანამშრომლობით ეს ადამიანები, ეს ქვეყნები, ანუ პოლიტიკა არის ხო, ანუ რაღაცა სარგებელი ხო, და მიიღონ ამ ქვეყანმა შენთან რო თანამშრომლობა გააფორმონ ამ ქვეყნის ინტერესში უსაფრთხოების სულ ცოტა ამერიკის მაგალითზე რო ავიღოთ, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესში მაინც უნდა გადიოდეს. ანუ როგორ გააფორმებს შენთან ამერიკა ნებისმიერ თანამშრომლობას, როცა საქართველოში ამერიკული კომპანიების, ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა მიდის, ამერიკა გამოცხადებული არის როგორც გლობალური ომის პარტია და Deep State და ივანიშვილის რუპორი შათირიშვილი პირდაპირ ტრამპს მოიხსენიებს ამ Deep State-ის ხელმძღვანელად, მაშინ როცა არა, Deep State-ის ხელმძღვანელად კი არა, Deep State-ის მონად. ბოდიში მონად, ხო, მონად. თლად უარესი? კი ბატონო, ირაკლი, მოკლედ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ უახლოეს მომავალში ვაპირებთ გადაცემის დაწყებას. ამის შემდეგ უახლოეს მომავალში ეს მომდევნო კვირა იქნება თუ იმის მომდევნო კვირა უბრალოდ ტექნიკურ რესურსებს ვაგვარებთ, იმიტომ რომ ჩართვა მოხდეს, ჩაწერა მოხდეს მაღალი ხარისხით, ხმის და მოგეხსენება ძალიან კარგად იცი შენ ეს საკითხები. როგორც კი ეს საკითხები მოგვარდება, ველოდება ძალიან საინტერესო გადაცემა. ძალიან საინტერესო გადაცემა აქვე შეგვიძლია. ძალიან საინტერესო სტუმრებიც იქნებიან მათ შორის და მოკლედ გადაცემას დაველოდებით ძალიან დიდი ინტერესით, იმიტომ რომ თუ ისე გამოვიდა როგორც გეგმავთ, მართლა წარმოუდგენლად საინტერესო იქნება. ამით გემშვიდობები, მალე შევხვდებით ერთმანეთს და მალე შევხვდებით მისმინეს მაყურებელს. ოღონდ ცოტა განსხვავებულ ფორმატში.